ხანგრძლივი ზამთრისა და უამინდობის შემდეგ გაზაფხული თანდათან ძალას იკრებს. დათბობის პარალელურად მოსახლეობამ სკვერებსა და დასასვენებელ პარკებს მიაშურა. ჭიათურაში ამ დროისთვის 18 სკვერია და ხალხის ნაკლებობა არ შეინიშნება. სკვერებსა და პარკებში ყველა თაობის ადამიანს შეხვდებით. ხშირად გამოვდივარ ხოლმე დასასვენებლად და მინდა რომ შევხედო ხალხს და სკვერს. ძველთან შედარებით ეს არის საუკეთესო რამ და ჩემს აზრით კარგად არის გაკეთებული. ერთსაც გეტყვით. ომის შემდეგ მე ვიყავი ერთი წელი ავსტრიაში საოკუპაციო ჯარებში. როდესაც ვხედავდი იქ ორ ცხოვრებას, მომწონდა იმიტომ ასე ლამაზად იყო სკვერები მოწყობილი. სკვერებსა და დასასვენებელ პარკებში გართობისა და დასვენებისთვის, როგორც ადგილობრივები ამბობენ, კარგი პირობებია, თუმცა ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც შადრევნები ამოქმედდება და დამატებით კიდევ მოხდება ატრაქციონების დამონტაჟება. სკვერები შეიძლება მომწონდეს, მაგრამ როდესაც გვაქვს შადრევანი, უფუნქციოდ სილამაზეს შემატებდა. გართობის მხრივ ჭიათურაში ძალიან ნაკლებობა გვაქვს სამწუხაროდ. მინდა რომ თეატრში ხშირად იმართებოდეს სპექტაკლები, თანაც ახალი, საინტერესო და რა ვიცი, მე პირადად დიდი სამოვნებით წავიდოდი ახალ სპექტაკლზე. ძალიან მიყვარს. მომწონს ახლა კარგია, რაც უხერ ხდება, არის გაკეთებული და თუ კიდე გაკეთდება და გალამაზდება და უკეთესი რამეები გაკეთდება, უკეთესი იქნება რა თქმა უნდა ყველასთვის. სკვერების კეთილმოწყობასა და გამწვანებაზე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ზრუნავს. ამჟამად უკვე დაწყებულია ხეების გადაბელვა, კირით შეთეთრება და დაბარვითი სამუშაოები. გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით იწყება ძალიან ბევრი სამუშაოები სკვერებში, ძირითადად ახალი ენერგიების დარგვა, ყვავილების, ხეების შეღება, თავებზე მწვანე ზეთოვანი საღებავით და ძირები კირით. ასევე ხეების გადაბელვა გრძელდება ისევე ჩვეულებრივი ტემპით, როგორც მიდიოდა. კვირის ბოლოდან აღდგენითი და გამწვანებითი სამუშაოები ყველა სკვერს მოიცავს. დაირღვება ნერგები და ყვავილები, გაიცხულება მარადმწვანე დეკორატიული მცენარეები, შეკეთდება დაზიანებული მონაკვეთები, ასევე იგეგმება ახალი სკვერების მოწყობაც.